მოკლედ ჩემო მეგობრებო, როგორც უკვე იცით, მე ნატა ვარ. თავს აღარ შეგაწყენთ მაგ ბლა 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 საუბრით. როგორც იცით, ცოტა ხანი მქონდა პაუზა აღებული, YouTube-ზე არ ვჩანდი და მადლობა იმ ხალხს, ვინც წერდა, რომ აი სათხარ ნატა ვიდეოებს რატომ აღარ იღებ, გვაკლიხარ, გვაკლია ახალი ავტომობილები, შენი განხილვები და ასე შემდეგო. ძალიან დიდი მადლობა მართლა, იმიტომ რომ ძალიან დიდი სტიმულია ამ დროს მსგავსი ტიპის შეძახილები. როგორც იქნა დავბრუნდი ჩემი უკვე მესამე ავტომობილით, წარმოიდგინეთ, 3 წელი და 3 ავტომობილი გამოვიცვალე. და რა ავტომობილი ახლა ეს? 2 მუსტანგის მერე, როგორც იქნა გადავედი ნათელ მხარეზე, როგორც ჩემი მეგობრები ამბობენ და ვიყიდე მერსედესი. მერსედესით არამე ისეთი კი არა, რომელიც ყველგან დადის და ყველას ყავს, არა, ესელია. უკანა მხარეს თუ შევხედავთ 63 კი აწერია, მაგრამ SL 450-ია. კიდე არა, წამართვი. წავართვი, იმიტომ რომ ეს მანქანა სხვის ხელში არ უნდა მომხვდარიყო და ყველაზე კარგი პატრონი ვინ იქნებოდა ამ ავტომობილის, რა თქმა უნდა მე. ვინც მოული და მიხედავდა და შვილივით ეყოლებოდა, ეს ადამიანი რა თქმა უნდა ვიყავი მე. მოკლედ მოგიყვებით ახლა ჩემს ავტომობილზე. ესე იგი რა ხდება? თან ნელ-ნელა გადმოვალ, იმიტომ რომ ავტომობილი მინდა რომ მთლიანად გაჩვენოთ მეგობრებო. ასეთი ავტომობილიც არის ეს. შეგიძლიათ დასხდეთ ყველგან და ყველგან, აი ყველგან, არ ვიცი. და მეც გადმოვედი. მოკლედ რა ხდება? Mercedes SL მოდელი, რომელიც ყველგან არ არის. მოდელი, რომელსაც ყველგან ვერ ნახავთ და მოდელია, რომელიც ყველას არ ხავს. ყველას ვერც ეყოლება, იმიტომ რომ ეს არის ავტომობილი, რომელსაც სჭირდება სპეციფიური მომხმარებელი, რომელიც არის ძალიან ეგოისტი. მეგობრები, მე პირადად ძალიან მიყვარს და ყველა მიცით როგორ მიყვარხართ ხალხო, მაგრამ ამ ავტომობილით სამწუხაროდ ვერსად ვერ გადაადგილდები და მხოლოდ 2 კაციანია. ამიტომ მეგობრებსაც ყველას ტოვებ და ამბობ რომ იცი რა, ჩანთა არსად არ მეტევა და ჩანთა უნდა დავდო მეორე ადგილასა და შენი passenger princess არის ჩანთა. ჩემი ავტომობილი აღჭურვილია M266 3.0 V6 ბიტურბო ტიპის ძრავით, რომელიც ქარხნულად გამოიმუშავებს 365 ცხენის ზალას, მაგრამ ჩემს ავტომობილს 365 ცხენის ზალა არ აქვს, 362 ბოდიში ცხენის ზალა არ აქვს. ვინაიდან არის Stage 1 და Stage 1-მა საკმაოდ კარგი შედეგი მომცა ჩემდა გასაკვირად, იმიტომ რომ ძრავაზე 480-მდე ცხენი მაქვს და საბურავზე სადღაც 400 ცხენამდე მაქვს, რაც დამერწმუნებით რომ ცოტა ნამდვილად არ არის. პირიქით საკმაოდ კარგი მაჩვენებელია და მე თვითონაც ძალიან გაკვირვებული ვიყავი მაგ დროს. ამიტომ ჩემი ავტომობილი უკვე თითქმის 500 ცხენამდეა. ვიზუალს თუ შევხედავთ, იტყვით რომ სტაფილოსფერია და ისედაც ძალიან შესამჩნევი იქნებაო, მაგრამ ამ ავტომობილის ნამდვილ ფერსაც, რომელიც არის შავი, მაგასაც დავურთავ და თქვენ დამიკომენტარეთ, შავი სჯობდა დამეტოვებინა თუ ეს ფერი მართლა ძალიან უხდება და აკვდება, ამისთვის არის შექმნილი. ფერი რა თქმა უნდა ყველას თვალში შეხვდება და ისედაც ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ არის, მაგრამ ფორმები აქვს ისეთი, ვიზუალი აქვს ისეთი, რომ როდესაც შავი იყო, არც მაშინ არ აკლდა ამ ავტომობილს ყურადღების ეპიცენტრში ყოფნა. გადავიდეთ უშუალოდ აღწერაზე. ფარი საკმაოდ ნორმალურია. სიმართლე გითხრათ, ეს არის ავტომობილი, რომლის უკანა მხარეც უფრო მეტად მომწონს, ვიდრე წინა მხარე. აი, წინ თითქოს რაღაც მაკლია. ოღონდ სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა მაკლია, იმიტომ რომ ყველაფერი აქვს ავტომობილს, რაც უნდა ჰქონდეს, მაგრამ აი, თითქოს რაღაც
აი აგრესიული დეტალი მაკლია, ან უკანა საერთოდ სხვანაირი არის, სხვანაირი სექსუალურია, აი წინა მხარეს რაღაც პატარა პეცი მაკლია. ორი ლინზა და წარბი. წარბი ძალიან ლამაზია, მე მიყვარს. წარბი მიყვარს ყველა ავტომობილზე. აი 205-შიც მიყვარს. 222-ში, 223-ში, 220 აი ყველგან მიყვარს წარბი ამ ავტომობილებში. მე ლამაზება და რა გავაკეთო? ნუ თვითონ Mercedes-ის ემბლემა. შუშის ზედაპიროვან რაღაცაზე არის გამოსახული. ესეც ძალიან მომწონს. ჩვეულებრივად რომ არის, ისინი არ მომწონს, ეს ბევრად მირჩევნია. ნუ კარბონის წინა დამატება აქვს, ესეც ძალიან მომწონს. ნამდვილი კარბონია და არა ჩაწობილი. ხო, ჩაწობილი და ამოვლებული და რაღაცა გადასხმული და პროსტა ფერი გადავაკარი კარბონისებურიო, ეგეთი არ არის. ნამდვილი კარბონია. რაც დამეთანხმებით ძალიან კარგია. ნუ ჩემი ბრჭყალა სანობრე ნიშანი, დამნურით რა თქმა უნდა ყველა მცნობს, ძალიან მიყვარს. გვაქვს წინა პარკინგები და ძალიან მეხმარება, იმ ხელა ცხერი აქვს ამ ავტომობილს და როგორც იცით, წინა კამერები არა აქვს, მაინც მეხმარება რა. რაც შეეხება ძრავის ხუბს, აი ძრავის ხუბს ეს დატანილი დეტალები ძალიან მომწონს და სხვათა შორის ძალიან მეხმარება მართვის დროს. ამით ვაკონტროლებ მეზოლებს და ძალიან ისედაც რა უხდება კიდეც ეს დამატებაც. მიუხედავად იმისა, რომ 63 არ არის, ძირითადად 63-ებს ახასიათებს მსგავსი ტიპის დამატებები ფრთებზე. მაინც ძალიან დიდ სპორტულ მახასიათებელს ტოვებს რა და ეს ძალიან მომწონს. სხვათა შორის, კარგია რომ აი ეს დეტალიც არ გავასტაფილოს ფერე და დავტოვე ამ ფერში კარის გამღები ბერკეტით იგივენაირად გადაწყვეტილია ორ ფერში, ზევით მხარეს შავი დავტოვე და ქვევით სტაფილოს ფერი. ესეც მომწონს, ნუ შავი, სარკე შავია და შავია. კარი, საკმაოდ მძიმე კარია. აი, მართლა მძიმე კარია რა, არ არის რაღაცა ჩატე და ჩვეულებრივი. კარზე გვაქვს დატანილი ღილაკები, ანუ სავარძლის მარეგულირებლები, მემორები. Harman Kardonis audio სისტემა გვაქვს, აი სასწაული ხმა აქვს მართლა. ნუ პატარა სათავსო, რომელშიც წარმოიდგინეთ მტვერსასრუტსაც ვერ ვყოფ, აი სტანდარტული მტვერსასრუტები ვერ ჩადის რა, ის პირი რომ ამოვსრუტო, რაღაცა სპეციფიკური, ძალიან პატარა და ვიწროა. აქ ნაგვის урна მაქვს და მეტი რა ვიცი ესეთი არაფერი და ღილაკები. სხვათა შორის ცოტა გაცვეთილი რა. აი აქ ხარისხებში ცოტა მოიკოჭლის, მაგრამ თლად მაგაცაც ვერ მოსთხოვა, ალბათ გამოყენებასაც გააჩნია. დანარჩენი იდეალურია. აი როგორც გითხარით, ჩემი ავტომობილი შავია. აქაც ეთყობა. ამ ზონაზე არ გადავაკარი სპეციალურად შავი, იმიტომ რომ უნდა დაშლილი იყო ავტომობილის ძალიან ბევრი დეტალი და ეგ ნამდვილად არ მიღირდა. ამიტომ ეს შიდა კარკასი, ეგრეთ წოდებული დავტოვე შავი. და რა ვიცი, ცუდი არ არის, იმიტომ რომ რაღაც დეტალები შავები დარჩა და ძალიან შესამჩნევი არ არის, რომ ეს ავტომობილი მანამდე შავი იყო. გადავიდეთ თვითონ სავარძლებზე, სპორტული სავარძლებია, ცოტა უშნოა, სიმართლე გითხრათ. თლად ლამაზი დაირო, თქვა რომ აი ვარსკვლავებს ეთამაშებაო. ეგეთები ნამდვილად არ არის, მაგრამ კომფორტული ნამდვილად არის, ცუდი არ არის, მაგ მხრივ. თორე ვიზუალურად შეეძლოთ ბევრად კარგი სავარძლები ჩაედგათ. სხვათა შორის ვეძებდი, იქნებ სადმე თეთრი ფერის სალონი ვიშოვო მეთქი, მაგრამ ვერსად, აი ვერსად ესელი არის, აი ურთულესი საშუალებია ესელისთვის ყველაფერი. ძალიან რაც მომწონს კიდევ არის, აი ღვედის დამჭერი, კარგი მოგონება არის, იმიტომ რომ აი აქ არ გიწევს ხელით ჩალიტში, ბრჭყალებში და ეს დამჭერი გვაქვს. ეს ძალიან კარგია, მე კომფორტულება და მომწონს. საჭე, სტანდარტული საჭე ამ ავტომობილში არ მოხდა, მინდა ოპერატორმა შეიხედოს და ნახოს. სტანდარტული საჭე არ მომწონდა. ამიტომ საჭე შევცვალე და ჩავანაცვლე ამ კარბონისებური ზედაპირიანი საჭით. რომ გითხრათ არ მომწონს თქო არა, მაგრამ ცოტა მძიმე, ანუ რომ ატრიალებ საჭეს, ცოტა არაგეკომფორტულება. თორემ ისე ძალიან მომწონს. არაფერს არ ვუწუნებ. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ძველ წლოვანების Mercedes-ებში არ მიყვარს აი ეს საშინელი ხის დამატებები რა. აი ვერ ვიტან, მაგრამ ჩემს ავტომობილში ეგ პრობლემა არ მაქვს. იმიტომ რომ რაღაცა სპეციფიკური ფერით არის შემოსილი, არც ძალიან არ ყვირის და არც რაღაც აი საშინელ იმას არ ტოვებს რა, წარმოდგენებს და რაღაცებს. ამიტომ აქ დიდად არ მაწუხებს, მაგრამ
შესაძლებელი რომ იყოს, რომ ესენი ჩავანაცვლო, აი როგორც ახალ Mercedes-ებში, აი ხისებური ხავოიანი ფაქტურა სიამოვნებით ჩავანაცვლებდი და იმას გავაკეთებდი, ამას ამოვიღებდი საერთოდ, იმიტომ რომ არ მიყვარს. თუმცა გამაღიზიანებელი ჩემს ავტომობილში ფერი და ფორმა და აი ეს სტრუქტურა ნამდვილად არ არის და არ მაწუხებს. ესეც კარგია. სიჩქარეების მაჩვენებელი დაფაც მინდა გაჩვენოს ოპერატორმა. რომ გითხრათ რომ აი ძალიან ლამაზია და აუ ეს რა მაგარი რამე გააკეთეს თქო არა ამის ცვლილება შესაძლებელია შეგიძლიათ გამოწეროთ და ჩაანაცვლოთ ნუ ჩინური სიჩქარეების მაჩვენებელი დაფით თუმცა თვალი რომ ეჩვევა ესაც უშნოდ აღარ გეჩვენება პირიქით გონი ახლა უკვე მელამაზება კიდეც ავტომობილი ასევე ორ ფერშია გაწყობილი სალონი აი ეს ზონა ასევე ჭერი გვაქვს ამ მონაცრისფრო, მოცისფრო, არ ვიცი, რაღაცნაირ ფერში. სხვათა შორის ვაპირებდი რომ მეს შემეფუთა ალკანტარათი, მაგრამ მე ვიფიქრე რომ არა უშავს რაღაცა ხო უნდა დავტოვო მეთქი, ქარხნულით ხო და დავტოვე. ამას შევცვლიდი თავიდანვე. როდესაც ეს ავტომობილი გამოუშვა, შეხვდა რომ თავიდანვე შავი ყოფილიყო და კიდევ ერთი რამ სკამზე გვაქვს ღილაკი გენაცვალი. აი, სხვა ავტომწარმოებლები ხომ არია რომ ერთ პატარა ღილაკზე, რა ვიცი, ერთ პატარა პლასტმასზე, რავი, ყველაფერზე ფულს ოგავარ. ამ შემთხვევაში გენაცვალი ეგ არ არის. ღილაკი არის, ანუ სკამი არის ელექტრონული. უკან რომ რამე ჩაგივარდეს, ან უბრალოდ გაწმენდა რომ მოგინდეს, ხელით ჩალიჩი მექანიკურად არ გიწევს და ხელის ერთი მოძრაობით აგვარებ მაგ ამბავს. ესე ძალიან კომფორტული რამეა. რაც შეეხება უკანა მხარეს. აი არ ვიცი რა, უკანა მხარე ამ ავტომობილში არის ჩემი ფავორიტი. როგორც გითხარით, უკანა მხარე ბევრად უფრო სექსუალური და ლამაზია. აი ჩემი ატმის ტრაკა არის ეს მიყვარს. რა გავაკეთე? აი უზომოდ მიყვარს. უკანა მხარე ბევრად უფრო ლამაზი და სექსუალურია პირადად ჩემთვის ვიდრე წინა მხარე. დაზღვევა რომ შეიძლებოდეს ამ ავტომობილის ტრაქს დავასხვევდი. აუ ძალიან მიყვარს. დატანილი მაქვს პატარა სპოილერია, რომელიც ძალიან ლამაზი დეტალია დამეთანხმებით. ასევე ფირი რომ გადავაკარი Mercedes-ის ემბლემა თეთრი ეყენა და გავაშავე, იმიტომ რომ შავი უფრო ლამაზად ჩანს. 63 კი გგონია რომ შეხედავ ამ ავტომობილს, მაგრამ 63 არ არის. სამწუხაროდ თავსაც ვატყუებ ხოლმე, მაგრამ რას ვიზამთ? ზოგჯერ საკუთარი ტყუილი უნდა დაიჯერო, რომ სხვასაც ეგ ტყუილი დააჯერო. ხო და რა ვიცი, გეგონეთ ძმაო 63 დიდი ამბავი. ბევრი ესელი არ დადიოდეს 63-ები და არა უშავს, ეს გეგონეთ. ნუ AMG-ც გვაქვს, ფარები ძალიან ლამაზია. შეიძლება ვიღაცებს CLA-ს ფარებიც მოგაგონოთ. მაგრამ რა ვქნა, ანუ მე ძალიან მომწონს. აი, უზომოდ მომწონს, ვერაფერს ვერ ვუწუნებ. იდეალური გადაწყვეტილება, აი, უბრალოდ ახლოდან მინდა მოვიდეს ჩემი ოპერატორი და ნახოს, აი აქ Mercedes-Benz-ის რომ აწერია და აი თვითონ ციმციმაც რომ ინთება ძალიან ლამაზია, მაგასაც ვიდეოში ჩაგისვამთ და გაჩვენებთ, უბრალოდ რა ლამაზად ინთება. და დიფუზორი. კარგი დიფუზორი აყენია. სხვათა შორის ხარისხიც ძალიან ისეთი რა, რაღაცა ორლარიანი პლასტმასები არ გვაქვს, ლარნახევრიანი უნდა მეთქვა, მაგრამ სადღაღირს ძმაო ლარნახევარი რაღაცები ყველაფერი გაძვირდა და პლასტმასაც მათ მოიმატა, რა თქმა უნდა. და AMG-ის მაყუჩები. ორიგინალი. არც ეს არ არის ფეიქი ჩემს ავტომობილზე, გარდა წარწერისა. გვაქვს ასევე უკანა პარკინგებიც. ეს არის ძალიან მეხმარება. მოდი ახლა საბარგულში ჩავიხედოთ. ვნახოთ რა ხდება იქ, რამდენად დიდი სივრცე გვაქვს და რისი გადატანა შეგვიძლია ამ ავტომობილით. სხვათა შორის უკანა კამერა გვაქვს. რომ გითხრათ რომ კარგი ხარისხია და ვაიმე ეს რა მაგარი რამე დაგვეყენეს ხო? არა, მაგრამ იმ წელს როცა ეს ავტომობილი გამოუშვეს, მაშინ კარგი იყო. იმ პერიოდისთვის ნამდვილად კარგი იყო და ყველაზე მეტად ამ ავტომობილში რაც მომწონს არის ის, რომ აი ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს ავტომობილი არის 10 წლის. აი რომ შეხედავით, რომ გუშინდელი ავტომობილია. იმდენად ლამაზი ფორმები აქვს, დახვეწილი ფორმები აქვს, ვიზუალურად იმდენად შემდგარი, აი
არაფერი რომ არ აკლია ავტომობილს, ზუსტად ისეთია რა. და გასაღებზეც მინდა გითხრათ ერთი-ორი სიტყვა. კი მიწერთ გასაღები საერთოდ ჯიბეში უნდა იდოსო და რა შუაშიაო ეს გასაღებიო, მაგრამ გეტყვით, ანუ შეგიძლიათ რომ მსგავსი ტიპის ჩასადები გამოწეროთ და გადააწყოთ რა თქვენი ძველი გასაღებები თუ არ მოგწონთ. ორიგინალი რა თქმა უნდა არ არის და ვერ შეეძრება სილამაზით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ წინას რაც ყველა ავტომობილს აქვს და 2000-იანსაც და 2010-იანსაც და 2017-იანსაც იგივე გასაღები მოჰყვებოდა, შეგიძლიათ გადააწყოთ და ვიზუალურად უფრო ლამაზი და დახვეწილი გასაღები გექნებათ. საბარგული აქვს ძალიან პატარა, მცირე ზომის. კაბრიოლეტი გაქვს თუ არა გადახდილი ასე არსებითი მნიშვნელობა მაგას დიდად არ აქვს რა. მაინც ძალიან პატარა არის, მაგრამ როგორც კი კაბრიოლეტის ის შუშა იკეცება, უფრო მეტად პატარავდება და მაინც შეგახედებთ ვიზუალური წარმოდგენა რომ შეგიქმნათ. მაგრამ აი გაღების დროს ერთი ცალკე სილამაზე არის, აი რა ლამაზად იშლება შეხედეთ რა. ძალიან ლამაზია, აი უპატარავესი მოცოცხლული საბარგული გვრჩება, დიდი არაფერი, შეგიძლიათ ხელჩანთა და ძალიან მინი ზომის ჩემოდანი მოათავსოთ. დანარჩენი არაფერი. ფეხითაც იღება, ფეხითაც იკეტება, ანუ ლაქშერულად, როგორც მე მიყვარს, მაგრამ ელემენტი მაქვს გამოსაცვლელი გასაღებზე და მთლად რეაგირებას ვერ ახდენს ავტომობილი, ამიტომ დიდად აღარ გაწვალეთ, მაგრამ ეგეც აქვს, მაგასაც გეუბნებით. რაც შეეხება დისკებს, აყენია 19-იანი ორიგინალი AMG დისკები და ამაზეც მქონდა ერთი მოსაზრება, რომ მეთქი ხომ არ გავყიდო და შავები ხომ არ ვიყიდოთ ხომ, მაგრამ გადავიფიქრე, იმიტომ რომ ფერი იმდენად ეფექტურია, რომ შავ დისკს უეჭველი შეჭამ და ამიტომ დავტოვე ესენი, არც ვნანობ და მოძრაობაში ძალიან ლამაზია და დგომის დროსაც ძალიან მელამაზება ეს დისკი. ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი დისკია ეს, რაც ჩემს ავტომობილზე აყენია. მოდი ახლა ძრავის ხუბში ჩავეხედოთ, ვაჩვენოთ რა ხდება იქ და ერთი-ორი სიტყვა იქაც ვთქვათ. ანუ აი ეს არის ძრავის ხუბი. ოდნავ ავხადე და მერე ნუ თავისით აიხადა. როგორც გითხარით, ავტომობილი არის 3-დან 0, 6 ცილინდრით, 9 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით, რომელიც ქარხნულად გამოიმუშავებს 362 ცხენს. ვიზუალურად მომწონს ძრავა და ძალიან რა მომწონს კიდევ ამ ავტომობილში. ძრავა არის მაქსიმალურად სალონისკენ შეწეული. ანუ განა წინ გვაქვს, ანუ წარმოიდგინეთ ძრავასა და წინა ცხვირს ავტომობილის ცხვირს შორის რამხელა ადგილია დატოვებული. ძალიან დიდი. ეს ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ღმერთმა ყოლა დაიფაროს და მეც რა თქმა უნდა, რაიმე სახე შეჯახების დროს წინა მხრიდან რომ დაარტყათ, შეტანის დროს ნუ ძრავას მარტივად არ შეეხება თქვენი სავალალო შემთხვევა. ეს ძალიან მომწონს. დანარჩენი რა შემიძლია გითხრათ ძრავაზე, ვიზუალი ძალიან მომწონს, რაც მთავარია ეს ძრავის ხუფიც მომწონს, Mercedes-ის ემბლემაც ზედ გვაქვს დატანილი. გარშემო შეიძლებოდა კიდე რაღაცეების დამალვა და ასე შემდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში კარგია. ვინც მე TikTok-ზე, Facebook-ზე ან Instagram-ზე თვალს მადევნებთ, ალბათ იცით, რომ ეს ავტომობილი ჩამოვიდა ნახანძრალი. და რაში იყო მდგომარეობა? გვერდით ბენზინის მილიდან იყო პატარა ნახრეტი და ტურბინასთან გამოჟონა და დიდი ალბათობით ცეცხლი სწორედ მაქედან წაეკიდა. ამიტომ ეგ იყო მხოლოდ ამ ავტომობილის დაზიანება. რა შეიცვალა მაგის შემდეგ ავტომობილზე? ზედაპირული პლასტმასეულობა, იმიტომ რომ ხანძრის შემდგომი დაზიანება იყო ის, რომ დამდნარი იყო და ძრავის ელექტროობა. დანარჩენი აბსოლუტურად არაფერზე ხელი არ დამედია. ანუ ძირითადი ელექტროობა და ყველაფერი ხელუხლებელია, არაფერზე შეხებული არ იყო და დარჩა ისევ ისე, როგორც ქარხნულ მდგომარეობაში. ძრავაზეც გეტყვით ერთ-ორ სიტყვას. მიდევს ახალი ძრავა, იგივე ძრავის მოცულობა რა თქმა უნდა 3-დან 0, მაგრამ დავასერვისე, აი ყველაფერი რისი შეცვლაც ძრავაზე შეიძლებოდა, ყველაფერი შევცვალე აბსოლუტურად. და ჩავდგე სრულიად 0 გარბენით დასერვისებული ცინცხალი ძრავა. ამ ეტაპზე ვარ აპკატკაზე, ნელ-ნელა გავივლი და ჩაჭერის დროს მე უკვე ვნახავ რეალურად რა შედეგი მომცა დასერვისებულმა ძრავმა, როგორ ივლის და ასე შემდეგ. მაგრამ წესით კარგი შედეგები უნდა მომცეს, იმიტომ რომ კარგად დაიწყო ეს რავიც და პრობლემა არ უნდა შემექმნას. დანარჩენი მეტი ისეთი არაფერი, სრულიად დაურტყმელი, დაუზიანებელია ეს ავტომობილი, ერთადერთი რაც იყო ეგ, რომ
გაჩენილი იყო ხანძარი და ეს პლასტმასეულობა შეიცვალა. სხვა აბსოლუტურად არაფერი. ზუსტად იმ მდგომარეობაშია, რა მდგომარეობაშიც ჩამოვიდა. დავაფაროთ და წავიდეთ უშუალოდ სალონში. всё. ეს არის. რაც შეეხება სალონს, რომ გითხრათ, აი უზომოდ მომწონს ხო არა, მაგრამ იმ წლებში დამახასიათებელი სალონის სტილი იყო და ამ ავტომობილში, რა თქმა უნდა, ეს სალონი გვხვდება. წინა დაფა საკმაოდ კარგია, პლასტმასი არ არის, აი სრულიად რბილი, აი ხელსაც თუ ახლოს მოვა ჩემი ოპერატორი და დაინახავს, როგორი რბილი ტყავია, ციცის ერთი დაჭერითაც კი იგრძნობა. საათი გვაქვს, რომ გითხრათ, რომ აი რამეში ვიყენებთ ხო არა, მაგრამ თვალს ლამაზად ხვდება, უცხო დამატება არის. აქ გვაქვს მაჩვენებელი, რომელიც პარკინგებზეა პასუხისმგებელი, როგორც კი რამეს უახლოვდებით, აქ იმთება. და ეს ჰაერის გრილები. მე მრგვალი ჰაერის გრილები მომწონს. 4 კუთხედებით, ნუ გააჩნია ალბათ ავტომობილის ზომას. ამ შემთხვევაში, აი ამ კონკრეტულ ავტომობილში ესენი უფრო მომწონს, ალბათ 4 კუთხედები უფრო მეტად გადაწელილი იქნებოდა. აი ეს დაფა, სადაც დატანილი არის ციფრები და ასე შემდეგ, საკმაოდ ნორმალური ზომის არის, ძალიან პატარად არის, კიდევ კარგი რაღაც დიდები არ ჩატენეს. ესეც ძალიან მომწონს. მონიტორი. კარგი გამოსახულების მონიტორი ნამდვილად არ არის, მაგრამ ცუდი და აი რაღაცას რო ვერ ხედავდეთ, ეგეთიც არ არის. პრიალა ზედაპირია და ერთი ყველაზე დიდი მინუსი. აი სულ ფუჭდება, შეიძლება სულ ფუჭდებოდეს, აი არ ვიცი, აი ტვინი წაიღო რა, ნუ არ ვიცი. როგორც იცით, წინა ესელიც მყავდა, არ არესტი, 5 და 5 ბიტურბო და იმაშიც იგივე პრობლემა მქონდა. ანუ რა გახდა დედა ნაკაჩი, ანუ ამდენ კარგ რამეს აკეთებ. ერთი ზედმეტი ის დაუყენე რა, ჭანჭიკი არ რავი, რამე მაგათი კარგიც რო ისქენი, რამე დაუყენე რომ ელემენტარული ჭიქა ჩადო ან რავი, რამე ქნა, ყანყალებს რა ვიცი მე, მორყეული კბილივით არის, რომელიც დღე-დღეზე ამოსაგდები არის რა. ეს არ ვიცი, ვაფშე რა თემა არის, ორივე ესელში ერთი და იგივე პრობლემა მქონდა თავიდანვე თან. დავაფაროთ, არ გვინდა, მომაშორეთ. საერთოდ არ ხსნი ამას. უკანაც გვაქვს აი ეს პატარა სათავსო, სადაც შეგიძლიათ რაღაცები ჩაალაგოთ და მე სუნის რაღაცები მილაგია. ეს კარგია და უნდა გითხრათ ჩემს კამებზე. აი ესეთია. და კიდევ ორი რამე. კამების გათბობა, გაგრილებაც არის ჩემს ავტომობილში და ასევე ყველაზე ძალიან მაგარი რამ. გამოხვედი თავდაუბანელი? არ გინდა მამონტი იყო? ხო და თუ არ გინდა მამონტი იყო, გვაქვს თბილი ჰაერის დაბერვა პირდაპირ თავში. შეგიძლიათ თქვენი სველი თმა გაიშროთ ძალიან მარტივად. ანუ მინით მის ფენი გაქვთ. ეს კაი არის, ახლა ვერაფერს ვერ დაუწუნო. ან დასაწუნი რა აქვს, ხო არ ხადავ, ძალიან კარგი რამეა. სულ ეს იყო ჩემი ავტომობილი, უკან კაციშვილი ვერ დაჯდება, ვერც ბავშვი ვერ დაჯდება, მარტო კაციშვილი კი არა, ვერც ქალიშვილი ვერ დაჯდება, არ აქვს მნიშვნელობა, ვერავინ ვერ დაჯდება. მაქსიმუმ რავი, ხელჩანთა ჩადოთ რა. всё, მორჩა. დამთავრდა, მაგით მოკვდა მან ჯდომის თემა. სავარძლების გაწევის მაქსიმუმიც რავი, თითქმის ეს არის რა. ძალიან პატარა მანძილი არის დარჩენილი. უკან სავარძლებს სათავსოები აქვს, მაგრამ რა ვიცი რაში უნდა გამოიყენო, ვაფშე ვერაფერში ვერ გამოიყენებ და всё, მორჩა. აი ჩემი ავტომობილის განხილვა არის ეს. ერთს გეტყვით რა. ესელი არის ავტომობილი, რომელიც მართლა იმ კატეგორიამ უნდა იყიდოს, ვისაც უბრალოდ ფლექსაობა, ბლატაობა, ან უბრალოდ ავტომობილი უყვარს, რომელიც მის ხასიათში ზის. მოსწონს ამ ავტომობილით გადაადგილება, მოსწონს ის, რომ არის ძალიან უცხო, არ ყრია არსად, იშვიათად შეხვდები. არის ყველგან წასასვლელი ავტომობილი, ანუ ამ ავტომობილით სადაც არ უნდა წახვიდე, არსად არ გაგიტყდება, ასე რომ ვთქვათ რა. პირი ძალიან გისწორდება ამ ავტომობილით, რომ გადაადგილდები. მე ისიც კარგად იცით, რომ არ მიყვარს, როცა ავტომობილში 7500 კაცი ეტენება. კუპე ავტომობილები ჩემთვის არის შექმნილი, მაგრამ თლად ორკაციანი ავტომობილი ცოტა ზედმეტად დისკომფორტია, იმიტომ რომ სიტყვაზე შენ დაქალს რომ ბავშვი მოჰყვებოდეს, ბავშვსაც ვერ წაიყვანა. მაგრამ მე მყავს კიდევ ერთი კუპე ავტომობილი. ერთი არა, ორი კუპე ავტომობილი. ერთი ზოგისთვის უკვე ასე თუ ისე ცნობილია, იმიტომ რომ ქალაქში რამოდენიმე დადის და შემჩნეული გეყოლებათ
Mercedes-ის მარკის არის და მეორე მოდი არ ვიტყვი მეორეს, ვინც თვალს მადევნებთ სოციალურ ქსელებში. იმათ ალბათ იცით, მაგრამ ვინც არ მადევნებთ თვალს სოციალურ ქსელებში, თქვენთვის ცუდი ამბავი მოქვთ, ამ ვიდეოში ვერ გაგიჟღერებთ. გამოვყევით სოციალურ ქსელებში და გექნებათ წარმოდგენა რა ავტომობილზე მაქვს საუბარი. ორივე ძალიან განსაკუთრებული ავტომობილია, ორივე ძალიან უცხო ავტომობილია და ერთ-ერთი მათგანი ალბათ საქართველოში მეორე და მესამე კაცს თუ არა, ყოველ შემთხვევაში ხუთეულში მაინც შევდივარ, ვისაც ყავს. და იმის ტესტ-დრაივსაც აუცილებლად შემოგთავაზებთ და დამიჯერეთ ძალიან მოგეწონებათ, იმიტომ რომ სასწაული ვინმეა. მალე იქნება სხვათა შორის, ძალიან არ გადავდებ. ეს ავტომობილი მდიდარი მამიკოების, გათამამებული შვილებისთვის განკუთვნილი ავტომობილია, რომლებიც აი ღამის კლუბებში და იქ და აი დაძრწიან და დაფლექსაობენ. მე მამიკოსგან არ მერგო ეს ავტომობილი, მაგრამ ჩემი ოჯახის ძალიან დიდმა შრომამ და აი ძალიან ბევრმა შრომამ დამსვა ამ ავტომობილზე და ძალიან მადლობელიც ვარ. სხვა შემიძლია გითხრათ ის, რომ გარაჟი უნდა დააყენოთ. ყოველდღე ამ ავტომობილით გადაადგილება ფიზიკურად ცოდვაა. იმიტომ რომ ეს არ არის ყოველდღიური ავტომობილი. და აი კარგ მომენტებში, კარგ ადგილებში, ქორწილებში, დაბადების დღეებში, ახლა დრაგია, უკვე დრაგამდე ერთი დღით ადრე ვიღებ ამ ვიდეოს, ალბათ მალე დავდებ. სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან VIP სტუმარი ნამდვილად ხარ. რა ძალიან მაგარია და ძალიან სასიამოვნოც კია. და ეს არის რავი, მეორე წელი აკვირია და არ მომიწურია. და ალბათ ძალიან დიდი ხანი ეკვირება კიდევ. არ მინდა ავტომობილის გაყიდვა სიმართლე გითხრათ, მაგრამ მაქვს შანსი რომ ისეთ ავტომობილზე გადავჯდე, რაც ბევრად ახალია, გაუმჯობესებულია და ასე შემდეგ. ამიტომ იმასაც გავაჟღერებ, რომ ვყიდი, არ ვიცი რამდენად გაგატანთ და გირჩევნიათ კაციშვილი არ მოხვიდეთ ამ ავტომობილის საყიდლად. მე გეუბნებით რომ ვყიდი. მაგრამ ნუ მოხვალთ და ნუ იყიდეთ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს და დამავიწყდა მე ჩვენებინა რომ აი აქ მაქვს სათავს. და ასეთ ძალიან სალფეთკი გვაქვს და მორჩამაგით. და პორტალი. ჩემი ძალიან კარგი მეგობარი კომპანია, რომლის ბენზინსაც ვასხამ სულ და ძალიან კმაყოფილი ვარ. არ ვიცი ვირას ფიქრობთ, არც მაინტერესებს სიმართლე გითხრათ. დავდივარ პორტალზე, დასთეიჩებულია პორტალზე და სულ პორტალი მისხია. ოჯახში 5 მანქანა არის ამ ეტაპზე და 5-ვე მანქანა პორტალზე დავდივართ. საკმაოდ დიდ ძრავიანები და ამაზე 2-ჯერ და 3-ჯერ ძვირიანი ავტომობილები მიყენია სახლში. ისინიც. ამიტომ ჩემი ძალიან დიდი რეკომენდაცია პორტალი სუპერს, ძალიან მიყვარს, ძალიან ვაფასებ და აქაც კი ვიდეოს მათი სტიკერები, მოკლედ. ესეც ასე რეკლამაში არ ჩამომართოთ, ეს არის ძალიან გულწრფელი რეკომენდაცია. არაფერს არ მიხდიან, არავინ. აი საერთოდ არავინ. თეთრი არ ამიღია, ამაშიც რომ აი ეს ყველაფერი მეთქვა, გავაღე დამხვდა სტიკერი და გითხარით. ძალიან დიდი რეკომენდაცია პორტალი სუპერს ჩემგან, დრაგზეც გამოდიან ბიჭები, ამასაც ვიტყვი, იმათაც უსხიოთ პორტალის საწვავი და არც ისინი არ არიან უკმაყოფილოები. დანარჩენი ვერაფერს ვერ ვიტყვი, მე ძალიან მიყვარს. მარტო მძღოლის კარი კი არა, მგზავრის კარიც ანალოგიურად არის აღჭურვილი ყველაფრით. სავარძლის მარეგულირებლებით, მემორებით და ასე შემდეგ. და კიდევ ერთი რა. აი ეს ზედაპირებიც მე ძალიან მომწონს. თანაც Mercedes-Benz-ი რომ აწერია, კიდევ უფრო. რომ ანათებდეს, უფრო მეტად გამისწორდებოდა რა. მაგრამ ამაზეც კმაყოფილი ვარ. რომ ვფიქრდები მე რომელ წლიანია და იმ წელს ეს ავტომობილი რომ შექმნეს და გამოუშვეს, ნუ შექმნეს რა 2016-დან გამოდის, ეს 2017-იანია. მაინც კარგი შედეგია. თუ რაიმე კითხვა გექნებათ ამ ავტომობილთან დაკავშირებით, ყიდვასთან, ან რაიმე მსგავსთან დაკავშირებით, შეგიძლიათ შემეხმიანოთ. რა ვეცდები ყველანაირად დაგაკვალიანოთ და საჭირო რჩევები მოგცეთ. ჩამოყვანის პრობლემა გვაქვს სამწუხაროდ, აი ვერ ვხვდები, ჩემამდე არ მოდის, როგორ შეიძლება ადამიანებს აუკრძალო ის, რომ აი ეს ავტომობილი უბრალოდ არ შემოიყვანო მხოლოდ იმის გამო,
რომ არის 2017 წლიანი და თუ ჩამოიყვან, გამბაჟებაში მხოლოდ თანხა უნდა გადაიხადო, რომ არ ვიცი, არ ვიცი. ფაქტობრივად აკრძალვა არის, კი. ჩემი ავტომობილი როგორც უკვე იცით, თითქმის 10 წლის არის, ანუ 10 წლის წინ Mercedes-მა გამოუშვა SL, ორკაციანი კუპე, რომელიც როგორც გითხარით, ჩემთვის არის საკულტო ავტომობილია რა. GT-R-ები ყრია, GTS-ები ყრია, GTC-ები, Porsche 911-ები, GT-ებსაც არა უშავს. ანუ SL-ს ასე ხშირად ვერ იპოვით. რაც მე პირადად ძალიან სიამოვნებს, ვინაიდან იცით, რომ მიყვარს განსაკუთრებული ავტომობილები, ძალიან უცხო ავტომობილები და ისეთები, რომლებიც ძალიან ხშირი არ არის. მოხვევის კუთხე, მოგვიწია მოხვევა კიდეც და არ დაგვითმეს. რა ვქნათ, ესეც ხდება. მოხვევის კუთხე ცუდი ნამდვილად არ აქვს, ცხვირი საკმაოდ დიდი აქვს, მაგრამ მიჩვევადია, ერთადერთი არის ის, რომ ძალიან დაბლაზი ხარ. იმდენად დაბლაზი ხარ, რომ რთულია რაღაცები აკონტროლო რა, მაგრამ ეგეც მიჩვევადია, თავიდან ძალიან მიჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ავტომობილი Mustang იყო, მეორე ავტომობილიც Mustang იყო, ამის გარდა ოჯახში ძალიან ბევრი ავტომობილი იყო და არის და მათ ვიდეოებსაც აუცილებლად შემოგთავაზებთ, ძალიან უცხო მანქანებია. საქართველოში ალბათ 1 ან 2 რომ დადის ისეთები. მაინც ძალიან უცნაური იყო ამ ავტომობილზე ჯდომა. პლუს ერთი ცუდი არის ის, რომ წინ კამერა არ აქვს და როცა ადამიანი მიჩვეულია წინ კამერას, ძალიან რთულად ეჩვევა მე ამ პროცესს რა, რაც ახლა აქ არის. მაგრამ მაგასაც მივეჩვიე უკვე და როგორც იტყვიან, ხამარებით ვიყენებ ამ ავტომობილს. რაც შეეხება სიარულს, ნამდვილად რბილია, მიუხედავად იმისა, რომ არის სპორტკარი, სპორტული ავტომობილია, რბილი არის, ანუ რაღაც უხეშ და ბრახა, ბრუხს ნამდვილად არ გრძნობ. და როგორც გითხარით, ზამბარები შევცვალე, ბევრად დაბალი ზამბარები დავაყენე, რომ ვიზუალურად უფრო ლამაზი ყოფილიყო ავტომობილი. მაგის გათვალისწინებითაც კი ძალიან გემრიელი გამოსაყენებელი ავტომობილია. წვას რაც შეეხება, მიწერს რომ მიწვა სადღაც 13-15 litrას, რაც ბევრი არ არის, შეიძლება ცოტა არ არის 13 ლიტრა როგორი ის არის ხო? დასაწვავი. თან საწვავი რაღის მაგფასის გათვალისწინებით, მაინც არ არის ბევრი, იმიტომ რომ ჩვენი ქალაქის მდგომარეობას რო შევხედავთ, ყველგან საცობში გვიწევს დგომა. საფასო კატეგორიასაც რომ შევეხოთ, საქართველოში იმდენად ცოტა ესელია, რომ სადღაც 30-დან ზევით მერყევს ამ ავტომობილის ფასები, ალბათ გააჩნია კიდევ რა მდგომარეობაშია ესა თუ ის ავტომობილი. ვიზუალურად იდეალური ავტომობილი, სულ ყურადღების ცენტრში ხარ, სულ მუდამ ყველგან ყოველთვის, ყველგან ვერ ნახავ ამ ავტომობილს, რაც ძალიან კარგია. ცუდი ის არის, რომ ვერ გაჩვენებთ ჩაჭერის კადრებს, ვინაიდან და რადგანაც ჯერ კიდევ ვარ აპკატკაზე, გავიარე სულ რაღაც 500-600 კილომეტრი და ერთი მაგდენი კიდევ გასავლელი მაქვს, სამწუხაროდ ჩაჭერის ვიდეოებს ვერ გაჩვენებთ, მაგრამ როგორც თავიდან გითხარით, ახლაც გაგიმეორებთ, სადღაც 0-100 უწერია, ქართულად 4.9 წამი. ცუდი არ არის. პლუს ჩემი ავტომობილი stage 1-ია, ცხენები საკმაოდ მაქვს. და არ უჩევი ნამდვილად აჩქარებასაც, არც მანევრირებას. საერთოდ არაფერს არ უჩევი ამ ავტომობილში. პირიქით, იმდენად მიყვარს, რომ გაყიდვაზე რომ მიდგეს საქმე, შეიძლება არ გავატანო. არც გავატანო. ერთადერთი ძალიან დიდი დისკომფორტი რა არის? სადაც არ უნდა მოგინდეს წასვლა, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან არ აქვს მნიშვნელობა. ეს ავტომობილი მაგისთვის არაფერში არ გამოგადგებთ, ვერაფერში ვერ გამოიყენებ. იმიტომ რომ ორ კაცემაც ფიზიკურად ვერ ჩასვამ და მეორე კაციც უეჭველი ისეთი უნდა იყოს, რომ გაკვეხებული არ იყოს ავტომობილში. იმიტომ რომ ძალიან პატარა სივრცეა თვითონ ავტომობილში და ძალიან დიდი დისკომფორტია. პლუს სავარძელსაც შენს გემოზე უკან ვერ მისწევ რომ გადაწყვეტა მთელი ამბები. ერთადერთი აქ დისკომფორტი არის, მაგრამ ჩემი ზომებიდან და წონებიდან და ყველაფრიდან გამომდინარე იდეალურად მერგება.
ეს არის ავტომობილი, რომელიც მე პირადად ყოველდღიურ ავტომობილად ვიყენებ, ყოველდღე ამ ავტომობილით გადავაადგილდები ნებისმიერ მანძილზე და ნებისმიერ ლოკაციაზე, მაგრამ ყოველდღიური ავტომობილი ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ნაწილების თემა მარტივი საშოვნელი არ არის ამ ავტომობილის ნაწილები. მარტო ჩვენს ქვეყანაში კი არა, ზოგადად ესელების დეფიციტია მგონი ყველგან. ყველა ქვეყანაში, იმიტომ რომ ნაწილებით პრობლემა არის, ასეთ ისე კი გამოიწერ, უნდა ჩაგივარდეს, რომ ეგ ნაწილიც კარგი და გამომდგარი გამოიწერო და ჩამოგივიდეს ესეთი, როგორიც რეალურად გჭირდება, რომ კიდევ და კიდევ არ მოგიწევს მაგ პროცესის გამეორება. ნაწილები საკმაოდ ძვირია, ცენტრში თუ მოგიწია შეკვეთა ხომ საერთოდ კატასტროფულ ფასებზე არის. დაზღვევა არ ეკარება, იმიტომ რომ როგორც იცით, ყველა ესელი რა თქმა უნდა არის კაბრიო და ეს შუშის კაბრიოთია და შუშის დაზღვევა კიდევ უფრო რთული ამბავია. ამიტომ სადაზღვევები არ ეკარებიან ყოველ შემთხვევაში. მე როცა მინდოდა მაშინ არ ეკარებოდნენ, მას მერე აღარ მიცდია სადაზღვევებთან დაკავშირება, არ ვიცი რა ხდება მაგ კუთხით ამ ეტაპზე მაინც. სხვა რა შემიძლია გითხრათ? აი, გასწრებაზე პრობლემას არ შეგიქმნით. საოჯახო მანქანა ნამდვილად არ არის, გარაჟში თუ დააყენებ და გამოაგორებ მაშინ როცა გინდა, კი ბატონო, პრობლემა არ არის, ძრავა საკმაოდ ამტანია, ყველა მიცით ახლა 3 და 0-ები, როგორი გამომდგარი ძრავებია Mercedes-ის წარმოებაში, თან M276 ტიპის ძრავია, როგორც ვიცი, ამ ავტომობილში და საკმაოდ ბევრი სატანა შეუძლია. როგორც გითხარით ვიდეოს დასაწყისში, ავტომობილის stage 1-ია, მაგრამ უფრო მეტი stage-ების მიყრა შეგიძლიათ გააჩნია, ეხლა რა სიტყვით ამ ავტომობილისგან, პირადად მე ყველანაირად მყოფნის ეს ცხენები ამ ძრავაზე. თან ყოველდღიურ ავტომობილად ვიყენებ და მეტი ცხენი ნამდვილად არ მჭირდება. ხათაშორის ბევრი რამე შეცვლა შეგიძლიათ. როგორც მე შევცვალე სიტყვაზე საჭე, შეგიძლიათ თქვენ შეცვალოთ. სიჩქარეების მაჩვენებელი დაფად შევცვალე, მაგრამ რაღაცნაირად ვერ დაჯდა, ამიტომ ამოვიღე და ძალიან მწყდება გული. მე ვიფიქრე, რომ ისევ ხომ არ გამოვწეროთქო სპეციალურად ესელისთვის, მაგრამ ანუ არ მიღირს ჩინურში იმხელა თანხის გადახდა და მე კიდევ რაღაც მთელი პრობლემები აქვს მაგას რა. ასევე შევცვალე, აი ეს სიჩქარეების გადამრთველი ბერკეტი. ჩემი წინა ესელის ვიდეო ალბათ გახსოვთ ყველას რა. მართლა პატარა ბავშვის ჭუჭუს აი საშინელი ბერკეტი აყენი, აი აზრად საერთოდ რატომ მოუვიდათ ეგეთი საშინელება რომ დაეყენებინათ, მე პირადად ვერ ვხვდები, მაგრამ ნუ ივოშ კაცებს და დააყენეს, განაცვალე, ეგრე კი არ არის, ხო და დააყენეს და მეც რა ვქენი ავდექი და გამოვცვალე. რაც შეეხება სალონის ხარისხს, აი ეს კარის გამღები არის ცოტა შელახული, ანუ მარტივად იქერცლება რა, ორივე კარზე თითქმის, ნუ მარჯვენაზე ნაკლებად, იმიტომ რომ ამ ავტომობილში მე არავინ არ მიჯდება, იშვიათად რო ვინმე დამიჯდეს. სულ მარტო გადავაადგილდები, ნუ მარცხენა მხარე სამწუხაროდ გავაფუჭე, ხან ფრჩხილი გამოვდი, ხან რა და ასე შემდეგ. ტყავი იდეალური აქვს, აი იდეალური ტყავი, აი 10 წლის ავტომობილია და ერთი პატარა გამოფრთხნილ, შელახულ, დაზიანებული არცად არ არის. სავარძლებიც კი იდეალურად არის შენახული. სხვათა შორის სპორტული სავარძლები აყენია და როგორც კი სიჩქარეს უმატება ავტომობილს, ეს გვერდები იწევა და გეყრის, რომ კომფორტულად იგრძნო თავი და ანუ შენი სხეული რაღაცა არ ირყევოდეს ავტომობილში. ეგეც ძალიან კარგია. რაც შეეხება ამ ავტომობილის ტკივილი არის ხედვის არეალი. კარგი ხედვის არეალი ნამდვილად არ გვაქვს, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ ხედავ. ახლა მეტყვით, სკამი ასწიე რამეს ხედავ, როგორც ზოგადად მიწერთ ხოლმე, მაგრამ ხედავ მივეჩვიე და იდეალური თვალსახედვის არეალი მოგწინ, მაგრამ ზოგადად ჭირს ხოლმე რა, იმიტომ რომ ძალიან დაბლაზი ხარ, აი თითქოს გზაზე ხარ დარჭობილი რა, ისეთი შეგრძნება გაქვს ამ ავტომობილში, რომ ჩდები. მაგრამ მე მომწონს, ძალიან მომწონს. ხმის იზოლაციაც კარგი აქვს. ცუდი ხმის იზოლაცია ნამდვილად არ აქვს. უბრალოდ კიდევ ერთი ძალიან დიდი მინუსი არის ის, რომ როცა ფანჯრები არის ამოწეული, იგუდები. სივრცე გაქვს? არა, სივრცე არ გაქვს. სივრცე არ გაქვს ავტომობილში, ანუ ორმა ადამიანმა რომ თავისუფლად ისუნთქო, ეგეც კი არ გაქვს რა.
ერთადერთი არის ეგ. დანარჩენი ამ ავტომობილის სიარულის დროს საერთოდ არაფერს არ ვერჩი, პირიქით, აი უზომოდ დიდი სიამოვნება არის გადაადგილდებოდა ესელით. და რა ვიცი, ამაზე მეტი რა უნდა გინდოდეს ადამიანს. ახლა დრო დაგემშვიდობოთ, წავიდე. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დააკომენტარეთ. თუ არ მოგეწონათ, ეგეც დააკომენტარეთ, უნდა განვითარდე რა თქმა უნდა. გამოიწერეთ ჩემი არხი, ყავით ჩემთან ერთად, გამოყევით სოციალურ ქსელებშიც და გპირდებით, რომ ისეთ ავტომობილებს შემოგთავაზებთ ამის მერე. ისეთ ავტომობილებს, რომ თქვენ თვითონაც გაოცებულები იქნებით და ვიმედოვნებ, რომ ჩემი მონდომება და თქვენი იმედები გამართლდება. წავედი. კარგად. ხმაც სხვათა შორის ნორმალურია, გვჭამს ავტომობილს რა. ვერ იტყვით, რომ ცუდი ხმა აქვს.